მიდი ნიკო, მიდი. ვაიმე, იჩქარე, დაიჭირე ბურთი. ნიკო, მიდი. ფრთხილად, თუ ჩემი ტვინი ახლად გამოწვეულ წვენად გინდა რომ გადააქციო. აი შენი ტვინიდან რაღაც სასარგებლო გამოვიდეს. შენ მას ისედაც არ იყენებ. ყოველ შემთხვევაში მას ტვინი აქვს. ვაიმე. ჰეი, ვინმე ხება ფეხზე? სხვა საქმე არ გააქვთ? ეს მე არ ვარ. დიახ, მეც არა. შენი ფეხები არ მჭირდება და მე ჩემი მაქვს. ისინი გრძელი და ლამაზია. თმიანი გინდოდა გეთქვა. ჰეი, სულაც არ არის სასაცილო. დამანებეთ თავი. იცი რა, ნიკოლ? აღარ იცი რა ქნა ყურადღების მისაქცევად. ამიტომ გადაწყვიტე უცნაური ხერხები მოიფიქრო. ყურადღების მიპყრობა გინდა? უბრალოდ საჭმელი მოიტანე. მთელი ყურადღება შენი იქნება. კარგი, პირდები რომ აღარ დაგიძახებ ჩამორჩენილ დას. რა? შენ ასე მეძახი? კარგი, ანუ ზურგს უკან ჩამორჩენილი დის დაძახებას შევწყვეტ. ვინ გააკეთა ისევე ეს? შეწყვიტეთ. ქალები ყოველთვის არაფრისგან იგონებენ პრობლემებს. ხო, კი, ვიღაც მის ფეხებს ეხება. წყლის ქვეშ მართლა რომ ვინმე იყოს, ცხადია ჩემს ფეხებს აირჩევდა. რატომ ვითო? ლამაზი ტერფები მაქვს და ფეხის თითები საკმაოდ ლამაზია. მიყვარს მათი შეხება. ხო, შენ საკმაოდ უცნაური ხარ. ეს რა იყო? შენი ყავი? როგორ შეიძლება ეს მე ყოფილიყავი? მე შენთან ასე ახლოს არ ვარ. მიდი, იჩქარე. ხო და რას ამბობდით? ქალები ყოველთვის ნულიდან იგონებენ პრობლემებსო? კარგი, ან გიჟები ვარ, ან წყლის ქვეშ რაღაც იმალება. ჩვენი იღბლის გათვალისწინებით, ეს ვიღაც ნამდვილად ბოროტია. იქნებ ძალიან დიდხანს ვიყავით ბზეზე და ახლა რაღაც გველანდება? მაგრამ ვიღაცამ ფეხზე მართლა მომქაჩა. დიახ, ამაში ისეთივე დარწმუნებული ვარ, როგორც დარწმუნებული ვარ, რომ დედაჩემი ნამდვილი დედაჩემია. დედა ამაში დარწმუნებული არ არის. მას იმდენად ხშირად სვენია შენი, რომ ხანდახან უარს ამბობს იმ ფაქტის მიღებაზე, რომ შენ ნამდვილი ქალიშვილი ხარ. რაზე ვფიქრობ? წავიდეთ და შევამოწმოთ აუში, ვინმე ხომ არ არის. კარგი, ჟენია, აუზე წახვალ. შენ გინდათ სურვა და იმის შემოწმება არის თუ არა იქ ვინმე. დაუვიწყარ ემოციებს მიიღებ გამოქცევის შემთხვევაში. იქნებ შენ წახვიდე? თუ უბრალოდ წყალში შედიხარ ინსტაგრამის სურათების გადასაღებად თითქოს შვებულებაში ხარ ხოლმე? არც ერთი ჩვენგანი არ შევა წყალში. ყოველ შემთხვევაში ახლა. როგორ შევამოწმოთ არის თუ არა ვინმე აუზის ფსკერზე? ამისთვის რამდენიმე იმპროვიზირებული საშუალება გვაქვს. ჯოხი, ვინმესგან თავის დაცვა გინდა თუ რამე მოხდება? ჩვენ გამოვიყენებთ მას იმის შესამოწმებლად არის თუ არა ვინმე წყალში. კარგი, როგორ ფიქრობ ეს რით დაგვეხმარება? შეხედე, ვიღაცამ იქეთ გაცურა. წამოდი ბოგდან, წამოდი. როგორ ჩანს ის აუცილებლად დადის ტრენაჟორებზე. დამეხმარეთ. მიდი, ბოგდან. ხო. მიდი, ბოგდან. კარგი, ოკეი. მისმინეთ, ეს ჩვენი ფანტაზია არ არის. იქ ნამდვილად ვიღაცაა. და ეს ვიღაც ჩემზე ძლიერია. ეს ყველაფერი როგორ არის შესაძლებელი? ჟენია, გუში მხოლოდ 2.5 აზიდო გააკეთე და უკვე გონია რომ მაგარი, კუნთიანი კაცი ხარ. არა 2.5, არამედ 3. ნუ იამაყებ, ეს საკმაოდ საშინელი იყო. წუხვა, მაგრამ ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს, ვიდრე ჩემი სპორტული მიღწევებია. რა შეიძლება იყოს ეს? მაგრამ რა მოხდება თუ ყველაფერი ისია, როგორც ფილმებშია ნაჩვენები? რა მოხდება თუ ეს ჯადოსნური უძირო აუზია და მის წყალში სხვადასხვა საშინელი არსებები ცხოვრობენ? აქამდე უნახავი არსებები. შესაძლოა ისინი დიდი ხანია გადაშენებულები არიან. როგორ შანს ნიკოლის მსგავსი სახეობების გადაშენების პირასა? ეს სიმართლეა. ამ ყველაფერზე ნერვიულობით ის ვეღარ გადარჩება. კარგი, თუ ამ აუზის ფსკერზე ურჩხულია, რამდენად გვაქვს შანსი რომ ის ბოროტი იყოს? 10-დან 10. კარგით რა, მან არ შეგჭამა, ასე რომ ის ასეთი ბოროტიც არ არის. შეიძლება უბრალოდ არ შიოდა, მაგალითად სხვა რამე ან სხვა ვინმე შეჭამა. და ჩვენ ჯერჯერობით გადავრჩით. შესანიშნავი იდეაა. ახლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა სჭამს. ამგვარად შეგვეძლება გავიგოთ საშიშია თუ არა ის ჩვენთვის. როგორ შევამოწმოთ? იდეა მაქვს. ტადამ! ნიკოლ, წასახებსებად შესაფერისი დრო არ არის. ახლა არც კი იფიქრო ამაზე. ეს ჩვენთვის არ არის, ეს მათთვისაა, ვინც წყალქვეშ ცხოვრობს. ჟელიბონებით აპირებ მის კვებას? კარგი. რატომ გადაწყვიტე მისთვის ტკბილეულის მიცემა? იმიტომ რომ ყველას უყვარს ტკბილეული. და თუ მონსტრი ამას არ შეჭამს, ესე იგი ის საშიშია ჩვენთვის. ყველა ვისაც ტკბილეული არ მოსწონს, უცნაური და საშიშია. მე ყოველთვის რაღაც უცნაურს ვაკეთებ. როდის მეღისება ჩემი ცხოვრება ადეკვატური გახდეს? კარგი, დამიჯერე. ის არასდროს ყოფილა ადეკვატური. ჰეი, რას გახარ და უყურებ? კიდევ გადააგდე. ის მას ვერც კი გზნობს.
კარგი, ნუ იქცევი ისე თითქოს ჭკვიანი ხარ, ასეთი არასდროს ყოფილხარ. აქამდე ასეთი ჭკვიანი არ ყოფილხარ. ცხადია მეტი უნდა ჩააგდო. თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, თავად გააკეთე. რა მაგარი ხარ? წყალქვეშა ურჩხულის გამოკვებაც კი არ შეგიძლია წესიერად. არ შემიძლია? შემიძლია, მას შენი თავი ვაჭამო. შემიძლია შენით გამოკვებო ის. მოიცადე. ნახვამდის ნიკო. ფეხს მიჭერს. ჟენია, დამეხმარე. მოდივარ ნიკო, გადაგარჩენ. ნიკო! ვერ ხვდები ჟენია ამ ურჩხულს რომ შეეძლო ჩემი ჩათრევა? ანუ მას ელოდებოდი? ჩემი ოთახი გინდა რომ მქონდეს? არ მინდოდა ნიკო. ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა, მართლა არ მინდოდა. არ მეგონა თუ წაიქცეოდი. კარგი, გაგიმართლა ჟენია. თორემ იდეების მომფიქრება მოგიწევდა თუ როგორ გეთქვა დედასთვის რომ მაქსიე საშინელი ურჩხულის საჭმელად. ოთახი კარგი იდეა ჩანს. უნდა დავფიქრდე. თუ ამ არსებას თბილეულის კი არ აინტერესებს, მაშინ ისადად ტაცეველია და ჩვენზე ნადირობს. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი. სულია. რატომ გვაწუხებს მუდმივად ვიღაც? ჩუბზე ალბათ გვაწერია რომ დამიჭირე მონსტრო. როგორ შანს მას სიტყვით გაიგო? ის საშიშია. მისი ხმა საშინღას ჭხერს. არც კი მინდა ვიფიქრო როგორ გამოიყურება. ვშიშობ რომ ნამდვილად უნდა ვიცოდეთ როგორ გამოიყურება ის. კარგი. და რატომ? არ გესმით? რომ ვიცოდეთ როგორ გამოიყურება, შეგვეძლება მისი მტკივნეული ადგილები როგორ ვიპოვოთ. დაგვეხმარება ეს? ჩვენ გვეცოდინება როგორ მოვახდინოთ მასზე ზეწოლა. ეს დაგვეხმარება მის დამარცხებაში და იქ დაბრუნებაში, საიდანაც მოვიდა იგი, საიდანაც გამოსურა. წყალში ასე უბრალოდ ვერ ჩავალთ. საშიშია. მე არ შემიძლია. ახალგაზრდა და სიმპათიური ვარ, რომ თავის საფრთხეში ჩავიგდო და თქვენს რა თქმა უნდა. კარგი. მაგრამ როგორ შეგვიძლია მასთან უფრო ახლოს მისვლა წყალში ჩასვლის გარეშე? ოჰ. წინვალე იდეაა. შეგვიძლია წყლის სლეიბზე ავიდეთ და ურჩხულთან საკმარისად ახლოს მივიდეთ და ის ჩვენსკენ ვერ წამოვა. ოჰ. რა? კარგი, სწორედ ამ წამს მივხვდი რომ ურჩხული თუ მოინდომებს ადვილად გადმოგვაგდებს ლეიბიდან. ზუსტად დროულია ნიკო. მადლობა. რატომ ნიკოლი? არც თქვენ არ გიფიქრიათ ამაზე. ხო და მე უკვე ბედს მივენდე. ვიცი რომ ჩვენი თავგადასავლები პრობლემებს ნიშნავს. ამიტომ ამას გვირივით მივიღებ. მე შემიძლია თავის კი გავწირო. როგორ ფიქრობთ, როგორ გამოიყურება? ცხადია დიდია. თუ ასეთი ძლიერი და ხმამაღალია. მე ვფიქრობ რომ მსხვილკბილებიანია. რატომ? არ ვიცი, ყველა საშინელებათა ფილმში მონსტრებს ყოველთვის დიდი კბილები აქვთ. ჟანრის კლასიკაა, ასე რომ ვთქვათ. მონსტრი ყოველთვის დიდია და საშიში. თავარი გმირი კი ძლიერი, საშიში და ლამაზია. ზუსტად ისეთი, როგორც მე. კარგი. და ვინ შეიძლება ვიყო ამ ფილმში? მაგალითად შეგიძლია სათხუ არა იყო. რატომ? რადგან მე შენს მიმართ სინანული არ მაქვს. სულაც არ არის სასაცილო. ვაიმე, ვაიმე! აა! ფრთხილად, ჟენია, ფრთხილად. უკვე ვხედავ რა გმირული ხარ, ჟენია. ვაიმე! არ მეგონა რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. ვაიმე! არა, ის ფეხას მიჭერს. რა უნდა ჩემგან? კარგი და იქნებ მოსწონ ხარ ნიკო. მაგრამ მე ის არ მომწონს. ასეთი გზნობა მხოლოდ გოგოებისგან მოდის ხოლმე. ყოველთვის თქვენგან გოგოებო არ მოგწონთ როცა ყურადღებას გაქცევთ, მაგრამ როგორც კი ყურადღებას შევწყვეთ, ჩვენ და მის სიყვარულს იწყებთ. კარგი. რა გჭირდება ბედნიერებისთვის? ნუ იქნები ძალიან პრეტენზიული. სულ მცირე წყალქვეშა ურჩხული არ უნდა ვიყო. ეს დიდი თხოვნა არ არის. მიდი. მიდით, ნაპირზე გავიდეთ. ეს უკვე მომბეჭდა. რატომ იგრევა ჩვენი გეგმები ყოველთვის? სულ პრობლემაში ვართ. რატომ და? ეს ლუზერების ბედია. სათქმელი არაფერია. არ არის აუცილებელი ასე პროგნოზირებადები ვიყოთ. ურჩხულმა ჩვენი ყველა ნაბიჯი ჩვენზე ადრე იცის. რაღაც ძალიან სულელური უნდა მოვიფიქროთ, რომ ურჩხულმა ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველოს. ვაუ, აი ასე მომწონს. მას რა იდეები გაქვთ? მითხარით. როგორ შეგვიძლია უსაფრთხოდ მიუახლოვდეთ ურჩხულს ისე რომ მისი ვახშამი არ გავხდეთ? ლოგიკურად ვიფიქროთ. მან შეგვეხო. როგორ ფიქრობთ, რატომ? რატომ? რადგან ის თმიანია და მისთვის უჩვეულოა ჩვენნაირი ადამიანების დანახვა. ვაინტერესებთ. მას რა ვქნათ? ჩვენ სხვა ვინმეთ გადავიქცეთ? არ არის საჭირო ვინმეთ გადაქცევა. ჩვენ შეგვიძლია ზღვის ბინადრებად შენი ხმა. კარგი, ურჩხული თავისინად აღვიქვამს და არ მოუნდება ჩვენი დაჭერა. კი, ალბათ დაიღალა ამ ზღვის ბინადრების ყურებით. ჩვენ მისთვის ნამდვილად არ ვიქნებით საინტერესო ის ჩვენ არ მოგვეკარება. და შეგვეძლება უსაფრთხოდ მივცუროთ მასთან. გავიგებთ მის მტკივნეულ ადგილებს. აი ეს დაგვეხმარება, გავიგოთ ვისთან გვაქვს საქმე. ჟენია, ეს არასდროს გაიხადო. ყველა გოგო შეშურდება. მშვენივრად გამოიყურები. ჰეი, შეწყვიტე ციცილი. საქმისთვის ვაკეთებ ამას. რაც უფრო უცნაური და რეალისტურია,
მით უკეთესი. როგორ შანს პრინციპების ერთგული ხარ. რაც უფრო უცნაურია, მით უკეთესი. უბრალოდ შემომხედე და ნათელი გახდება, მაგრამ მიხართ თქვენ განსაკუთრებული თევზები ვართ. ასეთი განსაკუთრებული სახეობების თევზი უმეტესად მამის ვახის მისთვის გამოდგება და არა ურჩხულისთვის. თქვენი კოსტიუმები მთელ გეგმას ჩაშლის. კარგი რა, ჟენია. არ ჩაშლის. შენ უბრალოდ არ გესმის. ამ საკითხში ურჩხულის კი უფრო კომპეტენტურია. არასდროს მიფიქრია, რომ ამას სერიოზულად ვიტყოდი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნიკოლი ურჩხულის კოსტიუმს ისვამს. ის საზღარი ბიჭი ხომ არ მე შეგახსენოთ? მისთვის კი არა, სკოლის წვეულებისთვის ჩავიცვი. ჩემი ბრალი არ არის, რომ მხოლოდ მას შეეძლო ჩემთან ერთად წამოსვლა. გასაგებია, ბიჭებო. კარგი, დავიწყოთ. გეგმა ასეთია: წყალში ჩავდივართ და ველოდებით, სანამ ურჩხული ჩვენთან უფრო ახლოს მოცურავს. შემდეგ კი მას ყურადღებით დავათვალიერებთ და მტკივნეულ ადგილებში ვიპოვით. გადავხდეთ. ვაიმე. მოიცადეთ. ბიჭებო, დარწმუნებული ხართ, რომ ეს კოსტიუმები გამოგადგებათ? ხო და უნდა გამოგვადგეს. არ დაგიმალავთ. ცოტას ნერვიულობ. ძალიან ნერვიულობ. ვაიმე. არა. დამშვიდდი. ურჩხული იგრძნობს ჩვენ შის და რაღაცას იეჭვებს. არა. მე ისეთი ახალგაზრდა და ლამაზი ვარ. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რისკი მაქვს. მაგალითად, ბუფეტში სადილი. გმირებო, რატომ ამახვედით წყლიდან? ჩვენ ასე ახლოს ვიყავით ჩვენს მიზანთან. ან ჩვენ მარცხის პირას ვიყავით. დანამდვილებით არავინ იცის. ხო, ეს გეგმა სიტყვით უკეთესად ჟღერდა. როგორ ვერ ხვდები, რომ ამ ურჩხულს ყველა ადამიანისთვის რამის დასავება შეუძლია? ჩვენის ვიპოვეთ, ამიტომ უკან უნდა გავაგზავნოთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი აუზის და სხვა ხალხის. ჩვენ არავისთან არაფერი არ გვავალდებულებს. ერთადერთი ვალდებულება მეზობლის მაღაზიის ვალი 50 ცენტია, რომელიც უკვე 1 წელია არ დამიბრუნებია. კარგი, ისეთი ცელკი ხარ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ. ფიქრობ ხებზე, როცა მაცივიდან ყველაზე გემრიელად პირველი მიირთ მე, ერთადერთი რაც რჩება, ფაფა და პომიდრის соуში შემწვარი თევზია. ეს ძალიან ცუდია, ბოგდან. ამ დროს თავს მამასავით გრძნობ, რომელიც ყველაზე უგემურ ტკბილეულს ჭამს. შეიძლება ხანდახან ეგოისტი ვიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა სხვებზე ვიზრუნებ. აი ნახავთ. მინდა ხალხი ამ ურჩხულისგან გადავარჩინო. მინდა მასთან პირისპირ ვიბრძოლო. რა თქმა უნდა, ბოგდან. დიდი და ძლიერი ხარ, მაგრამ შენი პროპორციები აშკარად არ ემთხვევა ამ ურჩხულს. მე გაცილებით უკეთესი უპირატესობები მაქვს. მე უფრო ჭკვიანი ვარ. რაო, ჭკვიანიო? კი, ნამდვილად ცუდად გვაქვს საქმე. ჩვენთვის, დედისთვის, სამშობლოსთვის, საცხობი მაღაზიიდან ახალი ფუნთუშისთვის. რატომ არის ის ამდენ ხანს წყლის ქვეშ? როგორ ფიქრობ, ეს კარგია თუ ცუდი? რაც არ უნდა ბჯეროდეს ბოგდანის, გონია რომ ეს კარგს არ მნიშნავს. რა მოხდება თუ ურჩხულმა იგი თავის ბუნაგში წაიყვანა? კარგი, რა ვქნათ? მიდი. არაფერია, ვერაფერს ხედავ. და რა იქნება ახლა? რა მოხდება თუ ის ალაზოს არ დაბრუნდება? კარგი, ნუ იჩქარებ. რა მოხდება თუ ის ურჩხულთან შეთანხმებას მიაღწევს? კი, ისინი იქ ძირში სხედან და ჩაისვამენ. როგორც უმთქავს ის წყალქვეშ, მაინტერესებს. სიტუაცია სავალალოა. არ ვაპატიებ ჩემ თავს თუ მას რამე დაემართება. მან ეს ყველა ჩვენგანისთვის გააკეთა. ნუ გეშინია, ნიკო. ის აქ ერთადერთი ნამდვილი მამაკაცი არ არის. ჯერ კიდევ ჩემი $10 მართებს მას. ჯანდაბა, ჟენია, მოიცადე. თუ მოვკვდები, მირივით მოვკვდები. მზად ვარ. ბოგდან, სათხარ? ბოგდან. 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 ცოცხალი ხარ. კარგი. უკვე გვეგონა რომ ურჩხულმა სამუდამოდ თავის ბუნაგში ჩაგათრია. როგორი იმედები გქონიათ? კარგი. ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის. რა ამბავია, სკოლის ბუფეტის საჭმელზე უარესი არის? წყლის ქვეშ არავინაა და არაფერია. იქ საერთოდ არაფერი არ იყო. ეს ნიშნავს რომ ურჩხული შეიძლება უხილავი იყოს? ეს ასეა? და შესაძლოა ახლა სადღაც ჩვენს გვერდით იყოს? ეს მართლაც სასაცილოა. ზლატა, რა საკეთება აქ? ამის სიტყვების გადმოცემა ძალიან სასაცილოა. კარგი, უხილავი ურჩხული, ბუნაგი. კარგით რა. ზედმეტად ნათელი ფანტაზია გაქვთ. მოიცა, ანუ ეს შენი ყავი? რა თქმა უნდა, მე, სხვა ვინ? ახლა თქვენი სახეები უნდა ნახოთ. დაბრუნება და თქვენი გაპრეკვა დიდი სტუნება იყო. მე სტუნებას ვერ გაუძელი. ზლატა, ეს ნამდვილად შენი სტილია. მაგრამ როგორ გააკეთე ეს? აუში რომ შეხვედი არ დაგვინახავს. კარგი. თქვენი მოტყუება უფრო ადვილია, ვიდრე დედას დააჯერო, რომ მეგობრებთან ერთად გრჩები ღამით და არა დისკოტეკაზე. კარგი რა.
რა სიტყვი ამ ხვებზე? ჩვენ გავიგეთ როგორ იყვირა უჩხულმა. ეს ძალიან მარტივი იყო. ნიკოლისგან მოპარულმა დინამიკმა თავისი საქმე კარგად გააკეთა. სხვათა შორის ნიკოლ წყალგაუმწარი არ არის. ბოდიში. შენ ყოველთვის გაუჩერებლად გვეხებოდი წყლის ქვეშ? დიახ. კარგი, მაგრამ როგორ მოახერხე იმ ჯოხის გამოწევა, როცა ამოწევდით ვინმე ხომ არ იყო ძირში? ბოგდანში, ეს ყველაზე ადვილი რამე იყო. სანამ შენ დღე-დაღამე დონატებს ჭამდი, მე სპორტით ვიყავი დაკავებული. კუნთები შენ მიმოწმე. ხო, შენ ჩვენ ნამდვილად შეგვისრულე. მაგრამ ყველაზე რთული ის იყო, რომ არ გამეცინა, როცა იმ სულელულ კოსტუმებში დაგინახეთ. მეგონა რომ სულ გაგიჟდეთ და დახმარება გჭირდებოდათ. საერთოდ ვერ გავიგე რა ხდებოდა, ისეთი სასაცილო იყო. კარგი, შენ ვერ გაიგე ჩვენი მწყინვალე იდეა. ჯანდაბა, ამ პროექტის მიუხედავად ძალიან მიხარია რომ ისევ ჩვენთან ხარ. ახლა შურისძიებას დაელოდე გოგონა. ახლა მე ისევ თქვენთან ვარ. დიახ. 3 2 1 0 თქვენ მისტიკოლის არსე ხართ. მადლობა რომ მოყვეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყეთ და ლაიქება. და ჩვენ წავედით. ნახვამდის.